საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი იქნება. საღამოშვიდობის ბატონ სოზარ, მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს საღამოს. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქართული პოლიტიკისთვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი იდეა და გეგმა გააჟღერა. მან თქვა, რომ საქართველოში ფასები არის ძალიან დიდი, მათ შორის ევროპულ ფასებთან მიმართებაში, კონკრეტულ სადისტრიბუციო და სავაჭრო ქსელებში, ერთი და იგივე პროდუქციაზე ევროპასთან შედარებითაც კი ძვირი ფასები გვაქვს, რაც დიდი ალბათობით გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ადგილი აქვს კარტელურ შეთანხმებებს და დაანონსა ამ მოვლენასთან ბრძოლა. ამას მოყვა რაღაც, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია რადიკალების მხრიდან. ისინი როგორც ეს ყველაფერს აკრიტიკებენ და არაფერი არ მოსწონთ, რასაც ხელისუფლება ამბობს და აკეთებს, მაგრამ ნუ მივაქცევთ ყურადღებას მათ პოზიციას, ჩვენ ვილაპარაკოთ თვითონ ამ იდეაზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს, როგორ აფასებთ თქვენ ამ იდეას და რას ელოდებით აი ამ ღონისძიებისგან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს საკმაოდ რთული ამოცანაა, რთული, იმიტომ რომ სადღაც ზღვარი გადის, ხო, რომ ზედმეტად არ ჩაერიო ბაზრის კონტროლში, მაგრამ თან დაიცვა მომხმარებლების ინტერესები და მომხმარებლის ინტერესების დაცვა რა აუცილებელია, ეს კარგად ჩანს, თუნდაც იქიდან, როცა ანალიზს აკეთებ, საშუალოდ არის 80-90%-იანი ფასდანამატი საქონლის ყიდვიდან დახალზე მის გაყიდვამდე, ეს ახლა მართლა არსად არ ხდება ასეთ, სადაც არ არის კარტელური გარიგებები და სადაც ან სახელმწიფო არეგულირებს, ან ნორმალური კონკურენცია. აქ უბრალოდ ორი თემა არის გამოსაყოფი. პირველი, დღეს ზუსტად ის პარტიები, ზუსტად ის პოლიტიკოსები, ზუსტად ის NGO-ები, რომლებიც ამაზე ჟღერამულობენ და ატეხეს კრიტიკა, რომ აი ხელისუფლება რეპრესიებისთვის ემზადება, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს გადაუღვია, არჩევნწინა არჩევნების წინ ზუსტად ისინი დარბოდნენ ბაზრებში და ფასებს აზარებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზრებს. განსაკუთრებით კარგად გვახსოვს ამით მხრივ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე იყო, მე მგონი, ჯერ კიდე ხაბეიშვილი, რომელიც ხან თურქეთში გადადიოდა საზღვრისპირა ბაზრებთან, ხან აზერბაიჯანში, ხან სომხეთში, აზერბაიჯანში ვერ გადავიდოდა დაკეტილია, მაგრამ სომხეთში, თურქეთში და იქაურ ბაზარში ადარებდა, თქვათ, რა ღირსი კილოგრამი კარტოფილი ან პომიდორი საქართველოს ფასებს და დღეს როდესაც სახელმწიფო თქვა, რომ დიახ, ანტიმონოპოლიური სამსახურის მეშვეობით ჩვენ დავიწყებთ შესწავლას და გარკვეულ რეგულაციებს დავაწესებთ, მაშინ პირიქით თქვენს რომ ეს სახელმწიფოს ჩარევა, სახელმწიფო ემზადება რაღაცისთვის, ვიღაცების დაჭერისთვის, რაღაც რეპრესიებისთვის და ასე შემდეგ. აქედან კარგად გამოჩნდა და თუ რამდენი ადამიანი გამოეხმაურა ოპოზიციიდან ამას და როგორი აჟიოტაჟი ატეხეს, აქედან კარგად ჩანს, რამდენად არ მოეწონათ მათ ეს ინიციატივა. თუმცა რაც არ მოსწონს ოპოზიციას, ესე იგი ეს არის კარგი ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის, ესე იგი სწორი ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება ფასებს, მართლა ისეთი ვითარება ეხლა, როცა ჩვენ ვთქვით 80-90%, ამ დროს არის პროდუქცია, რომელზეც შეიძლება ზოგ შემთხვევაში 100 და 150%-იანი ფასდანამატიც იყოს. და ნუ უბრალოდ მართლა ბევრად ძვირი არის, ვიდრე იმ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებს ავიღებთ თუ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, სადაც შედარებას ვახდენთ. უფრო ადრე ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყო რეგულირება წამლების და ეს უფრო მნიშვნელოვანი სფეროა კიდევ, იმიტომ რომ წამალი ის თემაა, რომელიც ყველას სჭირდება და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ აუცილებელიც იყოს. ამან გამოიღო შედეგი, ძალიან ბევრ წამალზე დაწესდა მკვეთრად
შემცირება მოხდა ფასების, თუმცა აქაც სადა ზოგიერთმა კომპანიამ რომ ხელოვნური დეფიციტი შეექმნათ ზოგიერთ წამალზე და აი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა გქონდეს ბერკეტები, რომ ჩაერიოს ისე, რომ ასეთ ხელოვნური დეფიციტები არ შეექმნას და ვინც ამას ეცდება, იმან გარკვეული პასუხიც უნდა აგოს ფინანსურად იქნება თუ სხვა მხრივ. ასე რომ ეს არის კარგი ინიციატივა და მისასალმებელი, თუმცა გავიმეორებ, რომ ადვილი არ არის ნამდვილად კერძო ბაზრის პრინციპებში ისე ჩარევა, რომ რაღაცნაირად არც გააფუჭო რაღაცა და თქვათ ზედმეტრმა რეგულირებამ შეიძლება უარყოფითი შედეგების მოგვიტანოს. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ იმ რადიკალურ ოპოზიციას მოусმენთ, მათ რიტორიკას მოусმენთ, ესე იგი მათი საფიცარი ხატი ევროპაა და ევროპაში ზუსტადაც რომ არეგულირებს სახელმწიფო ბაზარს და არეგულირებს მათ შორის სწორედ ანტიმონოპოლიური, ანტიტრესტული, აი ასეთი ტიპის კანონმდებლობებით და რეგულაციებით, რაც უზრუნველყოფს ზუსტად ასე ვთქვათ, სამართლიან კონკურენციას, გამორიცხავს იმას, რომ არ გარიგდნენ ერთმანეთში კომპანიები, ბოლოს და ბოლოს რა გვიცავს, ხო მართლა იმისგან, რომ ორი კომპანია გარიგდება ერთმანეთში და აი ამ ფასად გავყიდოთ. ეს პრემიერმა თქვა მაგალითად რამდენი საშუალოდ რამდენი ქსელური მარკეტი არის ევროპაში და რამდენად მეტია საქართველოში, ხო, დაახლოებით ორჯერ მეტი იგივე მოსახლეობის იგივე რაოდენობაზე, მაგრამ ჩვენ რო ავიღოთ, თქვათ, აფთიაქები, იქ აბსოლუტი კიდევ სურათი არის გაცილებით ძიმე. ხა ჩვენ თან ნახავთ ქუჩებს, სადაც ერთ პატარა ქუჩაზე შეიძლება 7-8 აფთიაქი იყოს ერთმანეთის მიყოლებით და ამ დროს კანტიკუნტად შედის ადამიანი და იგივე ევროპაში კაცად არის რეგულირებული, აი პირდაპირ წერია კანონში რამდენად უნდა იყოს ერთი აფთიაქი მეორედან დაშორებული, ერთ ქალაქში თქვა თუ პატარა ქალაქებზე ვლაპარაკი ერთზე მეტი აფთიაქი ან ერთ კომპანიას ერთ ქსელს არ შეიძლება გქონდეს ერთზე მეტი აფთიაქი და წამლების რეგულირებაც გაცილებით უფრო მკაცრად არის. ეს ბუნებრივია პირველ რიგში სწორედ მოსახლეობის და მომხმარებლის ინტერესების გამო კეთდება მსგავსი რეგულაციები. ძალიან ხშირად მიგვირს ხოლმე იმ პარტიების, რომლებიც ერთის მხრივ თავს დებენ, რომ არიან ლიბერტარიანელები და მეორე მხრივ თქვათ გვაკრიტიკებდნენ წლების განმავლობაში, რომ საქართველოს არ უნდა ევროკავშირში შესვლა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ დგას ნაბიჯებს და თუ ლიბერტარიანელი ხარ, მაშინ პირიქით უნდა აკრიტიკებდე ხელისუფლებას, რომ დაივიწყე ევროკავშირი, უნდა ამბობდე, იმიტომ რომ ევროკავშირი არის სწორედ რეგულაციების სფერო, ძალიან კაცრი, ძალიან ბევრი და პრაქტიკულად თითქმის ყველა სფეროს მომცველი რეგულაციები არის ევროკავშირის მთავარი მახასიათებელი. ამერიკაც არ არის რეგულაციებისგან შორს, მაგრამ ევროკავშირი ამ შემთხვევაში გაცილებით შორს არის წასული და რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა გვინდა, პირიქით უნდა მიესალმონ ისინი ეს ოპოზიცია რეგულაციებს და მეორე ის ზუსტად ის პარტიები, რომლებიც ლიბერტარიანულ იდეებს ქადაგებენ, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ თურმე ხელისუფლება შორდება ევროკავშირს. ასეთი წინააღმდეგობები მათ განცხადებებში აჩვენებს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებთ მათ არანაირი იდეოლოგია არ აქვთ, არანაირი მიზანი არ აქვთ ერთის გამო, რამენაირად ხელისუფლებაში მოვიდნენ ნებისმიერი ტყუილით, ნებისმიერი სუცრუით, ნებისმიერი დემაგოგიით. შეიძლება მათ ამ შემთხვევაში უბრალოდ კუდი ეწვით თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მათ რადიკალურ ოპოზიციას და კონკრეტულად ნაცები მყავს მხედველობაში და მათი მხარდამჭერი ბიზნესმენები, მათ ჯერ კიდევ თავიანთი მმართველობის წლებიდან აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი ბიზნეს კარტელები, რომლებიც დიდი ალბათობით დღესაც ძალაშია, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩვენ რამდენმა ბიზნესმა მათ გამოუცხადა მხარდაჭერა თავიანთი რადიკალური აქციების დროს, შეიძლება ეშინიათ, რომ ამ გამოძიების დროს ზუსტად გამოვლინდება მათი კარტელური გარიგებები და კანონდარღვევები, რომლებიც დიდი ალბათობით მართლა არსებობს, აბა როგორ შეიძლება მართლა საფრანგეთზე ძვირი ღირდეს საქართველოში რამე პროდუქტი. საფრანგეთში ძვირი შეიძლება ღირდეს, თუ ეს საფრანგეთში არის ნაწარმოები, მაგრამ ზოგჯერ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის კი შეიძლება საქართველოში უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე აქედან თქვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გატანილი ფასი. აი აქედან ჩანს ყველაზე კარგად სწორედ კარტერული გარიგებები და მეორეც ბიზნესები, რომლებიც ყველაზე მეც
აკრიტიკებენ ხოლმე ხელისუფლებას თქვა სიტყვაზე პრორუსული პოლიტიკის გამო, სწორედ ეს ბიზნესები არიან, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არიან ინტეგრირებული რუსულ ბაზართან. ზოგი პოლიტიკოსი, რომელსაც იქ ბიზნესები აქვს და ზოგიერთი მაგალითად Coca-Cola, რომელსაც გააქვს რუსეთში ძალიან დიდი რაოდენობით Coca-Cola, მას შემდეგ რაც Coca-Cola მის თავისი ოფისები დახურა, პრაქტიკულად ეს ადამიანი რაღაც დამატებით შემოსავლის წყაროდ აქცია ამ შემთხვევაში თემურჭყონიამ რუსეთში Coca-Cola-ს გატანა, მაგრამ რატომღაც ოპოზიციური მედია, ოპოზიციონერები ამაზე ხმას არ იღებენ, პირიქით შეხურებენ თვალებში, როდის დააფინანსებს მათ აქციებს. კი ბატონო, დაველოდოთ შედეგებს, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო პრემიერის დღევანდელი განცხადებით და დავაკვირდით, მივადევნოთ თვალყური. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო ინტერესით ელოდება შედეგებს და ელოდება იმას, როდესაც ფასები იქნება ადეკვატური იმ პროდუქციაზე, რაზეც თუნდაც პრემიერი დღეს საუბრობდა. Ფათაშორი, ჩვენ შევძელით რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, რომ ინფლაცია არ ყოფილიყო მაღალი, თუმცა წლევანდელი წელი არის დაგეგმილზე უფრო მაღალი და სწორედ ერთ-ერთი მიზანი არის ინფლაციის ზომა თავის ფარგლებში მოქცევა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეს ჭვირთი შეუმსუბუქდეს. კი ბატონო, გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. ესე იგი, ევროკავშირზე ბევრი კარგი ვთქვით და იმსახურებდა და იმიტომ ვამბობთ და ვთქვით ეს კარგი, მაგრამ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ევროკავშირი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გავს იმ ევროკავშირს, რომელიც ჩვენ მოგწონდა და რომელიც გვიზიდავდა ყოველთვის. მათ შორის ჩვენს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებითაც ასე ვთქვათ, გამოიწვია ევროპამ, ევრობიუროკრატიამ უფრო სწორად, ბევრი ქართველის იმედგაცრუება და ერთ-ერთი ბოლო მაგალითი სულ რამდენიმე დღის წინ გაფართოების ანგარიში წარმოგვიდგინეს, სადაც საქართველოზე, რა ვიცი, ყველაფერი წერია, რაც სუდი შეიძლება დაიწეროს და აქედან 99% საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, სამაგეროთ უკრაინაზე და მოლდოვაზე საერთოდ გამოტოვებულია ის პუნქტები, სადაც მართლა კრიტიკა უნდა იყოს, იმიტომ რომ კრიტიკის გარდა ეხლა მაგალითად ადამიანის უფლებების და ასე სხვა პუნქტებში უკრაინას და მოლდოვას ვერაფერს ვერ ჩაუწერ. პირველ შეფასებაში დაგითანხმებით, რომ ევროპა და ევროკავშირი აღარ გავს თავის თავს ძალიან დაშორდა იმ იდეალებს და იმ ღირებულებებს, რომლებიც საფუძველზეც შეიქმნა და დაფუძნდა ევროკავშირი, თუმცა აქ ჩვენვე უნდა გამოვუწყდეთ ჩვენ თავსაც, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ ვაიდეალებდით ბევრ ამას და ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი იმ უარყოფითის დანახვა აღარ გვინდოდა, რომელიც ძალად დაგვანახა ევროკავშირის დღევანდელმა ბიუროკრატიამ, აი პირდაპირ სახეზე აგვაფარეს თავისი უსამართლო და ორმაგი უსამართლო გადაწყვეტილებები და ორმაგი სტანდარტები. ვაიდეალებდით და თუ რამე ისეთი არ იყო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს არ შეგვემჩნიათ, თვალი დაგვახუჭა. თუმცა ცხადია, რომ იდეალური არ არის ევროკავშირი, ისე როგორც ვერ იქნება ვერც ერთი კავშირი და ვერც ერთი სახელმწიფო იდეალური. ჩვენ სულ ვამბობდით მაგალითად, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა ზოგადად არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები. თქვათ პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის დრო ევროპაში დაიწყო და არაერთი ომი ყოფილა, დაუშვათ ეს წარსულია, მაგრამ რატომღაც არ ვიხსენებდით რა მოხდა თუნდაც იგივე სერბეთში, რომელიც ნატოს ჯარებმა დაბომბეს, გაასწორეს მიწასთან და რატომ ამას ხშირ შემთხვევაში მიზეზებზე თვალს ხუჭავდით. კი ბატონო, სერბეთში რაც ხდებოდა და ზოგადად რაც მოხდა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, ძალიან ბევრი ეთნიკური დევნა იყო, ამაში არ იყვნენ მხოლოდ სერბები დამნაშავეები, მაგრამ იმისთვის, რომ ნატოს თავისი დაბომბები გაემართლებინა, ამისთვის დასავლურმა მედიამ რაც გააკეთა მაშინ და რაც იკადრა, ეს სცილდებოდა ყველანაირი ადამიანურობის და სიმართლის საზღვრებს. ერთი ასეთი მაგალითის გავიხსენებ, მაშინ გაზეთის რედაქტორი ვიყავი, გაზეთ კავკასიონში, უბეჭდავდით ამ თემაზე ძალიან ბევრ სტატიებს, 88-99 წლებია და ერთ-ერთი იყო, როდესაც გახსნეს სამარხი, სადაც ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად იყვნენ სერბების მიერ დახოცილი ბოსნიელი
მუსლიმები, ქალები და ბავშვები. და სინამდვილეში რეალობა იყო პირიქით, ესენი იყვნენ ბოსნიელების მიერ დახოცილი სერბი, ქალები და ბავშვები. და ეს იცოდა თელმა მსოფლიომ, იცოდა ყველა მედიამ, მაგრამ თელმა მსოფლიომ, მთელი მსოფლიოს მასმედია ამას აშუქებდა, როგორც იმ პირველმა წყარომ 98 ალბათ, ხო? 88 არა 98 ვიდეო ხოდიში 98 ან 99 წელი მოკლედ დაბომბების წინა 90-იანების ბოლო პერიოდია, როდესაც ამითი ქმნიდნენ საფუძველს, რომ დაბომბვა ყოფილიყო ლეგიტიმური. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სერბებმა არაერთი საშინელება არ ჩაიდინეს, უამრავი საშინელება ჩაიდინეს, მაგრამ დასჭირდათ გააკეთეს ეს აბსოლუტური ტყუილი, რასაც მოყვა პოლიციის პრემიით დაჯილდოება იმ ჟურნალისტის, რომელმაც ეს გააკეთა, გვარს ახლა ვერ ვიხსენებ. და ამაზე რაღაცნაირად თვალს ხუჭავდით, თითქოს რომ ყველაფერი იდეალურად არის. ან უფრო მოგვიანებით კი ევროპის მშვიდობა იყო, მაგრამ ევროპული სახელმწიფოები როცა ბომბავდნენ ლიბიას, რა იყო ამის გამართლება, რა კადაფი იყო დიქტატორი, ასეთი დიქტატორებით არის ამყარო სავსე, მაგრამ რომ ძალიან ბევრი დიქტატორთან მეგობრობდნენ და მათ შორის კადაფიც ერთ-ერთი იყო, ვინც აფინანსებდა ევროპაში ძალიან ბევრ საარჩევნო კამპანიებს და მეგობრობდნენ ამ ადამიანთან. ერთ დღეს აღარ მოეწონათ, გაასწორეს ლიბია მიწასთან და დღემდე გასწორებულია, დღემდე იქ არის შინაომები, თლიანი შიდა პროდუქტი, რა ვიცი, აღარც არის ლაპარაკი, ქვეყანა ომის კარწეშია გახვეული, განადგურდა სირია, სადაც 90% დაკარგა თლიანი შიდა პროდუქტის ამ ქვეყანამ და სირიელი ლტოლულებით არის დღეს ევროპა და თურქეთი სავსე, რამდენიმე მილიონი კაცი არის წასული და ეს რა თითქოს არაფერი, თითქოს იქ მშვიდობა არის და თითქოს არაფერი არ მომხდარა. აი ამაზე ჩვენ თვალს ხუჭავდით. და ამ დროს უცებ ჩვენ ნათლად დავინახეთ, როგორი ორმაგი სტანდარტია მოლდოვის და უკრაინის მაგალითები ახსენეთ. მოლდოვა აგრძალა პარტია შორი. უკრაინაზე აღარ ვლაპარაკობ, რამდენი პარტია აგრძალდეს, იმიტომ რომ თქვათ ომია და კიდე შეიძლება თვალი დახუჭო რაღაცაზე, მაგრამ მოლდოვაში ომი არ არის. აგრძალეს პარტია ომი, ისა შორი, რა საფუძველი აქვს? აბსოლუტურად არაფერი. თქვენს რომ ეს არის პრორუსული პარტია, მტკიცებულებების დიდი არაფერი იყო წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ ეს პარტია ამბობს, რომ მათ უნდათ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, რომ ივაჭრონ. სხვა არაფერი პრობლემა არ ყოფილა და ევროკავშირი არ ვაჭრობს რუსეთთან. აი დღეს გავიგეთ, რომ ევროკავშირში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი ევროს ღირებულების თევზი და თევზის პროდუქტები შესულა. ესეც ნავთობი და გაზი ხო არ არის სტრატეგიული პროდუქტი, რომლის გარეშე თქვათ გათბობა შეუძლებათ. ეხლა თუ არ შეჭამენ რუსულ ხიზილალას, როგორმე გაძლონ რა ევროპელებმა ან რუსულ ალმასებს, ხო? მაგრამ არა, მათთვის მოსულა ეს ან იგივე კაია კალასის ქმრისთვის, რომელიც ვაჭრობს რუსეთში და ბიზნესს აკეთებს და თურმე კაია კალას ეს არ ცოდნია და როცა იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და აირჩიეს ევროკომისრად. ან დღეს არ მოეწონა კაია კალას, რომ ამერიკამ დაასანქცირა რამდენიმე ევროპელი, მათ შორის ყოფილი ევროკომისარი ბრეტონია თორცლები გვარი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ დიახ, ევროკავშირის ჩარევით მიიღო გადაწყვეტილება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც გააუქმა არჩევნები და გამარჯვებულ კანდიდატს არ მხოლოდ წაართვეს გამარჯვება, არამედ სისხლისამართლებრივი დევნა დაუწყეს და დაიჭირეს ის ადამიანი და ეხლა არ მოეწონათ ხო, რომ მას ამის გამო ამ განცხადების ავტორს სანქცია დაუწესეს და როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ასანქცირებენ ევროპული ქვეყნები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ის თურმე დემოკრატია ყოფილა და ესე არა, მიეწევა ყველას თავისი კარმა ბოლო-ბოლო და თვითონ აღმოჩნდებიან იმ დღეში, რასაც სხვებისთვის აკეთებდნენ. ორმეგ სტანდარტზე როცა ვლაპარაკობთ, არაერთხელ გვითქვამს ამ ეთერშიც, რომ მოლდოვა არის ესეთეს წევრი პარალელურად და გვისახავენ რაღაც როგორც სამაგალითო პოლიტიკის და სამაგალითო დემოკრატიის მაგალითს. მოლდოვა სადაც კორუფცია არის უმაღლეს დონეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა მაღალი ქვეყანა არის ესეთეს წევრი და პირდაპირ თქვა მოლდოვამ, რომ არანაირ სანქციებს რუსეთთან არ შეუერთდება, მაგრამ დღეს ახლა ახალი მაგალითი გამოჩნდა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთი ამბობენ, რომ სომხეთი იქცევა სანიმუშოდ და საქართველოს თურმე
საქართველოს გადაუხვია ევროპულ გზას და სომხეთი ადგას ამ დროს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზას და ზუსტად 2 თუ 3 დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ მათი მიზანი არის ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი დატოვებენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, სადაც რუსეთი არის წამყვანი ძალა. ხო და რუსეთის ირგვლივ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აგებული და უბრალოდ თეორიულადაც შეუძლებელია რომ იყო ერთდროულად ევროკავშირის წევრი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, მაგრამ ამის გამო ფაშინიანს არავინ არ აკრიტიკებს და საქართველოს ბრალს ხვდებენ, რომ საქართველოს გავლით გადის რაღაცა რუსეთში ისეთი საქართველოს აქვს რუსეთთან გაცხოვებული ვაჭრობა თითქოს და საქართველოსთან გადის რუსეთში ის ნივთები თუ პროდუქცია, რომელიც არ უნდა გადიოდეს და ვერც ერთი მსგავსი ფაქტი ვერ დაასახელეს. და ამ დროს არავინ არ ახსენებს იგივე ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთს, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში 98%-ით გაზარდა მაგალითად გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან ვაჭრობა 98%-ით და მიაღწია 5.5 მილიარდ დოლარს. ანუ დაახლოებით რაც არის ბოდიში ვაჭრობა კი არა, ექსპორტი. ანუ რაც არის საქართველოს მთლიანი ექსპორტი მთელ მსოფლიოში, ევროკავშირში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყველგან, ჩინეთში, იმდენი აქვს სომხეთს მხოლოდ ერთ ქვეყანაში. ეს არის არაბთა გაერთიანებული ემირატები. და ხა იკითხავთ, რა აღმოჩნდა რომ სომხეთში ესეთი რამ დააინტერესა ემირატები, რომ სომხეთიდან რა გააქვთ ამდენი, ხო? არ მგონია სიტყვაზე კონიაკი იყოს. ძალიან მარტივია, გააქვთ ოქრო და გააქვთ ბრილიანტები და რა თქმა უნდა, არც ოქრო და არც ეს ბრილიანტები არ არის სომხური. მიხვდებით, რომელი ქვეყნის არის და რატო გახდა საჭირო სომხეთის გავლის წაღება, მაგრამ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თვალს ხუჭავს ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატი და ევროკომისარი თუ ევროპარლამენტარი, მაშინ როცა საქართველოს გვაბრალებენ იმას, რაც არ ხდება რუსეთთან ვაჭრობაში. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ევროკავშირის მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, ამას კარგად ხედავენ თვითონ ევროპელებიც და ამიტომ იზრდება ევროსკეპტიციზმი თვითონ ევროპაში, სკეპტიციზმი ევროკავშირის მიმართ და ამიტომ არის რომ დღეს იგივე ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს. რაც რა თქმა უნდა არ იქნება მისასალმებელი, თუმცა თუ ასე გააგრძელებს ევროკავშირი სულას, მაშინ როგორც ჩანს ტრამპის ეს წინასწარმოწყალება ახდენისკენ ახდენასთან შეიძლება იყოს ძალიან ახლოს. სხვათა შორის იმაშიც გეთანხმებით, რომ საბოლოოდ ყველა უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი უკან გიბრუნდება და მათ შორის ევროპულ ბიუროკრატიასაც უკან უბრუნდება. ის როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ და როგორც ისინი გვაკრიტიკებდნენ, ეხლა ამერიკის ადმინისტრაციისგან უწევთ მათ კრიტიკის მოსმენა უпростоრად. უგონთ განსხვავება ისაა, რომ ეს კრიტიკა ამერიკის ადმინისტრაციის სამართლიანია და თუნდაც ის სანქციები ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომ ამერიკამ სანქციები დაუწესა ყოფილ ევროკომისრებს გამოსცადონ თვითონაც სანქციების გემო, რომელმაც ადამიანმა, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ მათ, ანუ ევროკავშირმა მოახერხეს ის, რომ ჩაშალეს უკვე ჩატარებული არჩევნები რუმინეთში. არა კონსტიტუციურად გამოაცხადეს არჩევნები, სადაც დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობდა და მარტო ეს კი არა თქვა. ჩვენ ასე მოვიქცევით ყველა ქვეყანაში, სადაც საჭიროდ ჩავთვლით. მეტი აღიარება შეუძლებელია, რომ არაკანონიერად იქცევა ევრობიუროკრატია და ამისი შესაბამისად მიიღო ის სანქცია. არ არის სანქცირებული სხვათა შორის კაია კალასი ფორმალურად, მაგრამ არაფორმალურად ისიც სანქციების ქვეშ არის, იმიტომ რომ კაია კალასი არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ხო? უბრალოდ არ ხვდებიან მას შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები. არ ცნობენ მას იმ ადამიანად, ვისთანაც შეიძლება რაიმე ტიპის დიალოგი აწარმოო. არც ერთხელ არ შეხვედრია მას ამერიკის სახელმწიფო დივანი, არც ვიცე-პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ხო, ძალიან საინტერესოა. აშკარად იმსახურებენ
ასეთ შეფასებებს და ამ სანქციებს თუნდაც იმ კრიტიკას, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების ახალ დოქტრინაში წერია, პირდაპირ ოფიციალურად წერია. ეს ხო არ არის რამე პოლიტიკური განცხადება პოლიტიკურ მიტინგზე. უსაფრთხოების დოქტრინაში წერია. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ევროპა ებრძვის და ანგრევს საკუთარ თავს პრაქტიკულად ეს უთხრა ახალმა დოქტრინამ ევროკავშირს. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე მინდოდა თქვენთან საუბარი დღეს საღამოს, მაგრამ სამწუხაროდ დასასრულისკენ მიდის ჩვენთვის გამოყოფილი დრო. მინდოდა მაგალითად ჩვენს მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გველაპარაკა, რომლებმაც გუშინ კიდევ ერთხელ სცადეს გაეცოცხლებინათ ის თემა, რომელიც თავის დროზე სცადეს BBC-მ სცადა სწორედ აეგორებინა და შემდეგ ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და ვერავინ მოწამლული ვერ ნახეს დასრულდა, მაგრამ ახლა გუშინ კიდევ თავიდან სცადეს, მაგრამ სამწუხაროდ რამდენად მართლები არიან ისინი ჩანს თუნდაც იქიდან, რასაც ისინი ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის მოწამლული, ადამიანი კვდება, ადამიანს საქართველოში არ უტარდება მკურნალობა, ეს ყველაფერი მათი ტყუილები, მათი ტყუილი ნარატივები ჯერ თავზე გადაახია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და შემდეგ თავზე გადაახია ჟამთა სვლამ და მდინარებამ, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ჯამრთელი და როგორც კი ნახა რომ მას ესე ადვილად მისი ტყუილები ესე ადვილად არ გავიდოდა, მან დაიწყო ჭამა იკვებება და შესაბამისად გამოიყურება ისე როგორც გამოიყურებოდა ადრე. არანაირი ისე დაუძლეველი ავადმყოფობა მას არ აქვს, ის ავადმყოფობები, რომლებიც ვერ დაძლია ჯერ მსოფლიოს ვერც მედიცინამ და თურმე ვივამეთში არის შესაძლებელი მათი განკურნება ერთადერთი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მომზადებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. წარმატებული და ბედნიერი 2026 წელი მინდა გისურვოთ. ზოზარ სუბარი პარტია ბედნიერი წელი ჩვენს ქვეყანას და მშვიდობიანი მშვიდობა რაც თავარია დანარჩენს ჩვენი ხალხი მართლა ესეთი ნიჭიერი ხალხი ვართ რომ ყველაფერს გავაკეთებთ. თავარია რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ყველაფერი იქნება კარგად. ზოზარ სუბარი პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ორშაბათამდე გემშვიდობებით დროებით.